ვინ ირწმუნა ჩვენ მიერ მოსმენილი და ვისა გამოჩნდა მკლავი უფლისა. ამოვიდა როგორც ყლორტი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან. არც თანადობა ჰქონია მას, არც დიდებულება, რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა, რომ მივეზიდეთ. შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, კატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაქდებდით. მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა. ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული. მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი, ჩვენი ურჯულოების გამო. ჩვენი სასჯელი მასზე იყო და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკოვნეთ. ჩვენ ყველანი ცხრებივით გზას ავსდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა და უფალმა მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ურჯულოება. შევიწროვებული იყო და წამებული, მაგრამ არ გაუხსნია თავისი ბაგე, როგორც კრავი, დასაკლავად რომ მიხავთ და როგორც ხვარი, მის სპარსველთა წინაშე რომ დუმს. პატიმრობიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს. რადგან მოკვეთილი იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან, ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა. და ბოროტმოქმედებთან მიეცა საფლავი, მაგრამ დიდრებთან იყო თავის სიკვდილში. თუმცა არ ჩაუდენია მას ძალადობა და სიცრუე არ იყო მის ბაგეში. მაგრამ უფალს სურდა მისი დალეწვა, მისი დასნეულება. თუ დადებს ის თავის სულს დანაშაულის მსხვერპლად, იხილავს ის შთამომავლობას, გაიგრძელებს დღეებს და უფლისნება მისი ხელით მიაღწევს წარმატებას. თავისი სულის ჯაფისაგან იხილავს ნათელს და დაკმაყოფილდება. თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს ის იტვირთავს. ამიტომ ბევრს მივცე მას წილად და ძლიერებთან გაინაწილებს ის ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა და მრავალთა ცოდვა იტვირთა და დამნაშავეთათვის იშუა მდგომლა.